შეერთებულ შტატებში ვიდეო პლატფორმა TikTok-ის მუშაობა აღდგა, მიუხედავად იმისა, რომ 19 იანვარს ძალაში შევიდა კანონი, 170 მილიონამდე მომხმარებელი უკვე ვეღარ შეძლებდა გამოეყენებინა სათანადოდ TikTok-ი, თუმცა არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანონის ამოქმედებას 90 დღიან ვადას აძლევს და გაგრძელდება მოლაპარაკებები ამის თაობაზე. მე შეგახსენებთ, რომ გასულ წლის აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ავალდებულებს კომპანია ByteDance, რომელიც არის ჩინური კომპანია, გაყიდოს პლატფორმა TikTok-ი ამერიკულ კომპანიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდებოდა TikTok-ის მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე იყო აღწერილი კანონში ეს პროცესი. კომპანია ByteDance-მა უარი განაცხადა გაყიდვაზე და საჩივარი შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში, თუმცა უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია ByteDance-ის საჩივარი და ძალაში დატოვა კონგრესის გადაწყვეტილება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს აქვს ეჭვი იმის თაობაზე, რომ TikTok-ი გადასცემს ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის ხელისუფლებას, კომუნისტურ პარტიას და ეს წარმოადგენს ამერიკისთვის ეროვნულ საფრთხეს და სწორედ ეს გახდა მიზეზი, როგორც კონგრესში აღნიშნავდნენ TikTok-ის დაბლოკვის. ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, იყვნენ თავად ამერიკელი მომხმარებლები, რომლებიც იყენებენ TikTok-ს ათასობით ვიდეო ჩაწერეს, სადაც გამოემშვიდობდნენ აპლიკაციას. დაახლოებით 12 საათის განმავლობაში ამერიკელი მომხმარებლები, ვინც გახსნა TikTok-ი 19 იანვარს, მათ დაინახეს გზავნილი TikTok-ისგან იმის თაობაზე, რომ ამჟამად შეჩერებული არის აპლიკაციის გამოყენება, თუმცა უკვე რამდენიმე საათში პლატფორმა X-ზე გამოქვეყნა TikTok-ის ადმინისტრაციის კიდევ ერთი განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ თანდათანობით აღდგება TikTok-ის მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებში და როგორც თავად TikTok-ი აღნიშნავს, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიტანა სიცხადე იმის თაობაზე, რომ გაგრძელდება მუშაობა TikTok-ის და რომ არ დაეკისრებათ ჯარიმები სერვისის პროვაიდერებს. თვითონ TikTok-ში აცხადებენ, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ დიდხნიანი იყოს ეს გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ ამერიკაში დარჩეს TikTok-ი. მე შეგახსენებთ, რომ თავად დონალდ ტრამპი იყო ერთ-ერთი ინიციატორი TikTok-ის დაბლოკვისა, მისი პირველი ვადის დროს, როდესაც ის პირველად გახდა პრეზიდენტი, თუმცა ის ამჟამად უფრო დადებითად არის განწყობილი ამ აპლიკაციის მიმართ. ზუსტად როგორ იქნება გადაწყვეტილება და როგორ შეთანხმება გაფორმდება ჩინური წარმოშობის აპლიკაციასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შორის ჯერჯერობით არის დაუდგენელი. ილონ მასკი, რომელიც არის დონალდ ტრამპის გუნდის წევრი და პლატფორმა X-ის მფლობელი, წერს, რომ ის ყოველთვის იყო TikTok-ის დაბლოკვის მოწინააღმდეგე, რადგან ეს იყო სიტყვის თავისუფლების გამოხატვის დარღვევა. თუმცა ამასთან ერთად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ როგორც ილონ მასკმა თავად დაწერა, TikTok-ის მუშაობა შესაძლებელი არის ამერიკაში, თუმცა მაგალითად პლატფორმა X-ის მუშაობა აკრძალული არის ჩინეთში და ეს არის დაუბალანსებელი და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს.